მოდი გავათანაბროთ ეს ჟანგვა აღდგენით რეაქცია, მაგრამ სანამ მაგას ვიზამთ, ბარემ მივუთითოთ ჟანგვის და აღდგენის ხარისხები. აი აქ ხედავთ, რომ დიქრომატის ანიონის ჟანგვის ხარისხი არის -2 მთლიანობაში, მაგრამ ცალკეული, ელემენტების ჟანგვის ხარისხებიც განვიხილოთ. აქ ჟანგბადი გვაქვს, რომელიც -2-ია, ვიცით? ერთი ჟანგბადი, რაც ნიშნავს, რომ 7 ჟანგბადი მოგცემს -14-ს და მთლიანობაში -2 რომ გქონდეს, ამ ორი ქრომისგან უნდა მივიღოთ +12. გამოდის, რომ ესე იგი თითოეული ქრომის ჟანგვის ხარისხი ყოფილა +6, ხო? და ამ დროს აქეთ გვაქვს +3. ესე იგი, აქეთ არის +3, აქეთ არის +6. შემდეგ ქლორი იწყებს -1-ით და ხდება 0. ესე იგი, ჟანგვის ხარისხია -1 და აქ არის 0. გამოდის, რომ ქრომი აღდგა და ქლორი დაიჟანგა. ქლორმა დაკარგა ელექტრონი, ქრომმა მიიღო ელექტრონი. კარგი, ეხლა მოდი გავყვეთ, ესე იგი, პირველი, რასაც გვეუბნებიან, უნდა დავწეროთ ნახევარ რეაქციები და ჩვენ ქრომი და ქლორი გვაინტერესებს აქ, ცხადია, ასე რომ დავწეროთ მაგათი ნახევარ რეაქციები. ვნახეთ, რომ ქლორი მინუსი, ქლორიდი პრაქტიკულად გადავიდა ქლორ 2-ში. ქლორ 2-ში. მორჩა გათხოვდა, ეს არის ამის ნახევარი რეაქცია და რაც შეეხება ქრომს, გვქონდა ესე იგი დიქრომატი იყო -2 აქ, ქრომი იყო აქ +6 როგორც თქვით და გადავიდა ქრომ 3 პლუსში. ეს არის ნახევარი რეაქციები, ესე იგი პირველი ნაწილი გავაკეთეთ, ნახევარი რეაქციები დავწერეთ. შემდეგ გაათანაბრეთ ატომები ჟანგბადის და წყალბადის გარდა. ზემოთ გვაქვს ქლორი გასათანაბრებელი, აქ გვაქვს ერთი ცალი ქლორი, აქ გვაქვს ორი ქლორი, ამიტომ წინ მივწერთ ამას 2-ს. და აქ მოდი სხვაფერით მივწეროთ, ცოტა ჩანდეს, რომ გათანაბრების ამბავია. და ქვემოთ აქ გვაქვს ერთი ცალი ქრომი, აქ გვაქვს ორი ქრომი, ასე რომ მივწეროთ ამას წინ 2. შემდეგ გაათანაბრეთ ჟანგბადები წყლის დამატებით. ზემოთ ჟანგბადი საერთოდ არ არის, ასე რომ გასათანაბრებელი არაფერია და ქვემოთ აქ გვაქვს 7 ჟანგბადი. ესე იგი, შეგვიძლია ამას დავუმატოთ 7 მოლეკულა წყალი, 7H2O, 7 ჟანგბადის დამატება გამოგვივა და გაგვითანაბრდება ეგრე ჟანგბადი. შემდეგ გაათანაბრეთ წყალბადები პროტონების დამატებით. ეხლა წყალბადები თავიდან არ გვქონდა, ზემოთ საერთოდ არ არის და ქვემოთ წყლის მოლეკულის დამატების შემდეგ გაგვიჩნდა 7-ის კი არა და 14 7 წყალი, მაგრამ 14 წყალბადის ატომი. ამიტომ მეორე მხარეს დავამატოთ ახლა 14H+. ესე ესეც გავაკეთეთ. შემდეგ გაათანაბრეთ მუხტები ელექტრონების დამატებითო. საინტერესო ახლა ეს. აქ გვაქვს 2 ქლორი მინუსი, ესე იგი გამოდის, რომ აქ ჯამურად, მოდი ცოტა რომ არ შეგვეშალოს და რამე ჟანგვის ხარისხად არ აღვქოთ, აი ესე დავწერ, -2 არის აქეთ მუხტი. და აქეთ მუხტი არის 0, ხო? აქ მუხტი გვაქვს 0. ასე რომ გავათანაბროთ, უნდა დავუმატოთ მარჯვენა მხარესაც უარყოფითი მუხტი, დავუმატოთ 2 ელექტრონი მარჯვენა მხარეს, ხო? ან სხვაგვარად შეგვიძლია ესე შევხედოთ. ერთი ვარიანტი არის სუფთა ესე ჟანგვის ხარისხებს შეხედო. მეორე ვარიანტი არის, რომ ეს ნახევარი რეაქცია ხომ ვიცით, რომ ჟანგვის არის, ხო? ჟანგვა ხდება აქ. რაც ნიშნავს იმას, რომ აქეთ უნდა მქონდეს რაღაც და მარჯვნივ უნდა მქონდეს ელექტრონები დაკარგული იგივე რამ. და ესე იგი აქეთ მაქვს 2 ქლორი მინუსი და აქეთ მაქვს ქლორ 2 და 2 ელექტრონი დაკარგული. თითოეულმა ქლორმა თითო ელექტრონი დაკარგა. ეგ არის და ეგ. ეხლა ქვემოთაც ვაკეთებთ იგივე საქმეს, ოღონდ აქ ცოტა მეტი არის დასათვლელი. ესე იგი აქ გვაქვს +14, აი ამ 14 პროტონის გამო. შემდეგ აქ გვაქვს -2 დიქრომატის ჟანგვის ხარისხის გამო და აქეთ ამ ხარეს გვაქვს ქრომი +3-ია, მაგრამ 2 ქრომია, ასე რომ +6. ამათგან რეალურად გრჩება ესე იგი +12 და გამოდის, რომ მარცხნივ არის 6-ით ჭარბი დადებითი მუხტი, ასე რომ მარცხნივ დავამატებთ 6 ელექტრონს, ესე იგი 6 ელექტრონი დავამატოთ მარცხენა მხარეს და ეხლა უკვე მუხტებიც გათანაბრდა. და ისევ მეორენაირად შეგვეძლო იმით შეგვეხედა, რომ ეს არის აღდგენის რეაქცია, ხო? აღდგენის რეაქცია ნიშნავს, რომ ელექტრონები უნდა შეიძინოს მარცხენა მხარეს რაღაცამ, რომ აღდგეს, რაც კერძოდ ქრომი არის ამ შემთხვევაში და ორივე ლოგიკით სწორები ვართ მაგ ამბავში, გავათანაბრეთ ესე იგი მუხტები ელექტრონების გამოყენებით, თუ დამატებით და ახლა დაგვრჩა ელექტრონების რაოდენობის გათანაბრება და შემდეგ ამ ნახევარ რეაქციების დაჯამება, შეკრება. რა იგულისხმება ელექტრონების რაოდენობის გათანაბრებაში? აქ მაქვს 2 ელექტრონი დაწერილი, აქ 6, ხო? მაგრამ რეალურად ვიცით, რომ
ჟანგვის ნახევარ რეაქციის შედეგად რა ელექტრონების თავისუფლდება, მაგ ელექტრონებს იყენებს შემდეგ აღდგენის რეაქცია. ამიტომ რამდენი ელექტრონიც დაიკარგება ჟანგვის რეაქციაში, ანუ რაღაცა რამდენი ელექტრონსაც დაკარგავს ჟანგვის ნახევარ რეაქციაში, იმდენ ელექტრონს შეიძენს ზუსტად აღდგენის რეაქციაში სხვა ელემენტი ან ერთი რაც აღდგება, ხო? შესაბამისად, რა გამოდის, რომ უნდა გავამრავლოთ ისე რაღაცები, რომ მივიღოთ თანაბარი ელექტრონები, ამ რაოდენობით თანაბარი ელექტრონები ამ ნახევარ რეაქციებში, რაც პრაქტიკულად გულისხმობს, რომ უბრალოდ ზედა ნახევარ რეაქცია უნდა გავამრავლოთ 3-ზე. მეგარისდა ეგ. ასე რომ მოდი გადმოვწეროთ ახლა ეს ყველაფერი ცოტა უფრო სუფთად. ესე იგი, ჯერ ზედა ნახევარ რეაქციას გადმოვწერ უკვე გამრავლებულს. მექნება 6 ქლორი მინუსი და 3 ქლორ 2 და პლუს 6 ელექტრონი. პლუს 6 ელექტრონი. და ახლა ქვემოთ უბრალოდ ყველაფერს გადმოვწერ იგივენაირად. ესე იგი, მაქვს 6 ელექტრონი და პლუს 14 აში პლუს ქრომ 2 7 მინუს 2 და მეორე მხარეს 2 ქრომ 3 პლუსი plus 7H2O. და ახლა თუ დავაჯამებთ რეაგენტებს ერთ მხარეს, ესე იგი, თან შეგვიძლია აღარც, ანუ ელექტრონები აღარც გადმოვწეროთ პრინციპში, მაგრამ მაინც მინდა რომ ბოლომდე კარგად გამოჩნდეს, იმიტომ მაგასაც ვიზამ, ესე იგი, ეს არის რეაგენტების მხარე და ეს დავაჯამოთ ჯერ. და რა გვექნება? გვექნება ესე იგი 6 ქლორი plus 6 ელექტრონი plus 14 H პლუსი plus ქრომ 2O 7 და მეორე მხარეს პროდუქტები არის აი ეს. ესე იგი, ეს არის 3 ქლორ 2 plus 6 ელექტრონი plus 2 ქრომ 3 პლუსი plus 7H2O. და როგორც ხედავთ, ორივე მხარეს არის 6 ელექტრონი, ამიტომ ესენი წავიდა და შეგვიძლია გადმოვწეროთ საბოლოო რეაქცია, გათანაბრებული და ყველაფერი. 6 ქლორი მინუსი plus 14 H plus ქრომ 2O 7 და მეორე მხარეს ცოტა მარცხნივ დამეწერა ეს ყველაფერი ჯობდა, ამიტომ მოდი ეგრეც მოვიქცევი, ამას ცოტა მარცხნივ გავწევ. აი ესე. და მეორე მხარეს გვაქვს 3 ქლორ 2 plus 2 ქრომ 3 პლუსი plus 7H2O. და ახლა კარგი ის არის, რომ შეგვიძლია ძალიან მარტივად შევამოწმოთ, რომ ყველანაირად გათანაბრებულია ეს საბოლოო რეაქცია, ხო? ანუ შეგვიძლია მაგალითად ატომების დონეზე შევამოწმოთ. ჯერ აქეთ მაქვს რამდენი? აქეთ მაქვს 6 ქლორი, აქეთ მაქვს 3-ჯერ 2, ანუ 6 ქლორი. აქ მაქვს 14-აში, აქ მაქვს 7-ჯერ 2, ანუ 14-აში. აქ მაქვს 2 ქრომი, აქაც მაქვს 2 ქრომი და აქ მაქვს 7 ჟანგბადი, აქაც მაქვს აი ეს 7 ჟანგბადი. და მუხტების დონეზეც შეგვიძლია დავთვალოთ, -6 არის ამ ქლორებიდან მუხტი, plus 14 დადებითი მუხტი და plus რა, -2, ანუ -2. ესე იგი, ეს მოგცემს ჯამში +6, ხო? ეს მოგცემს +6. და აქეთ მაქვს მარტო აი ეს, რომელიც არის პირდაპირ +6, ასე რომ მუხტებიც თანაბარია.